მინდა ყველა შევახსენო, რომ მალე ჩატარდება საქართველოს 3 რაიონში საპარლამენტო არჩევნები. თქვენ იცით, რომ ნაციონალური მოძრაობას გადაწყვეტილი აქვს მონაწილეობა მიიღოს ამ არჩევნებში. ჩვენ ყავს შერჩეული კანდიდატები და კანდიდატთა დაკავშირებით ცალკე გავაკეთებთ პრეზენტაციას სამივე კანდიდატის. ეს არის ნაზალადევის, ბაღდადის და სამტრედიის საარჩევნო ოლქებში. და ბოლო დღეებში ჩვენი ფრაქციის და ჩემი პირადი სიარულის ხალხთან შეხვედრის შედეგად თავარი მესიჯი, თავარი რაც ჩვენ გვინდა გავაკეთოთ, შევთავაზოთ ჩვენ ხალხს, ეს არის თავარი პრობლემა, რომ ჩვენ ხალხს აწუხებს, ეს არის დასაქმების პრობლემა. მე მინდა შევთავაზო დღევანდელ მთავრობას, ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ჩვენ მთავრობასთან და მოუწოდებთ მთავრობას გამოიყენოს ის 600,000-იანი მონაცემთა ბაზა, 600,000 ოჯახში საქართველოს მთავრობა მოასწრო, შევიდა და აღწერა თითოეული უმნიშვნელოვანი. თუ რა პრობლემები აწუხებთ ამ ადამიანებს, რა პროფესიის არიან ეს ადამიანები, რა გამოცდილება აქვთ და როგორი ტიპის სამუშაოს მაძიებლები არიან ეს ადამიანები, მე ვფიქრობ, რომ დღეს საქართველოს მთავარი პრობლემა ეს არის დასაქმება და ჩვენი მთავარი მუშაობის საგანი იქნება დასაქმება. უახლოეს დღეებში ჩვენ გამოვაქვეყნებთ კონცეფციას დასაქმების შესახებ და ჩვენ გვინდა რომ ეს კონცეფცია გახორციელდეს საქართველოს მთავრობასთან ერთად. ჩვენ მზათა ვართ ამ საკითხებში აქტიურად ვითანამშრომლოთ. მზათა ვართ შევთავაზოთ ჩვენი წინადადებები ამავე დროს ყველა არჩევნებზე, ყველა შემდგომ არჩევნებზე, ისე როგორც ჩვენ წინა არჩევნებზე, ისე როგორც ამ არჩევნებზე ორივე პარტიის მთავარი დაპირება იყო დასაქმება. ყველა მომდევნო არჩევნებზე ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი იქნება დასაქმება და უმნიშვნელობის წინააღმდეგ ბრძოლა. საქართველოს იქამდე არ გახდება ნორმალური ქვეყანა, სანამ ამდენი უმნიშვნელოვანი იქნება საქართველოში, ამდენ მოქალაქეს არ იქნება შემოსავალი, ამდენ მოქალაქეს არ იქნება საშუალება მოახდინოს საკუთარი თავის თვითრეალიზაცია, მიიღოს შემოსავალი და შეძლოს ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრება. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი მთავარი სლოგანი არის დასაქმება, ჩვენ მზათა ვართ ვითანამშრომლოთ ხელისუფლებასთან და ის მცირეოდენი რამე, რის გაკეთება ჩვენ მოვასწარით 2012 წლის შემოდგომაზე, მონაცემთა ბაზა, 600,000 მონაცემთა ბაზა, მე მგონი არის ამ მთავრობისათვის კარგი საშუალება, რომ შეისწავლოს და დაგეგმოს თავისუფალი ღონისძიებები სწორედ ამ ადამიანების დასაქმებისათვის.